მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, განვაგრძობ გადაცემათა ციკლს საუბრები პოლიტიკაზე. დღეს ვისაუბრებთ პოლიტიკური გაერთიანება მძლეველის ახალი სიტყვის თავმჯდომარესთან, ბატონ ლაშა გიორგი თომიძესთან. ბევრი საინტერესო თემა გადაგვდა, წინასწარ ამის გამორჩა 9 მაისი იყო, ყველას გილოცავთ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს. ეს მართლაც უდიდესი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში და თუ ვინმე დღეს ასე ვთქვათ ცდილობს დააკმინოს ეს უშველებელი გამარჯვების და მისი შემოქმედის ასე ვთქვათ აი ამ გამარჯვების შემოქმედის სახელი ავტორიტეტი და მიიწვიოს და მიიწეროს ეს დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე, ეგერ ბატონმა ტრამპმა ალბათ მოისმენდით განაცხადა, რომ იცი ამერიკას რო არ მიიღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომშიო, მაშინ რა ქვია, ძალიან ცუდად წავიდოდა საქმეო და ჩვენო 250,000-ზე მეტი ჯარისკაცი, ასე ვთქვათ, დაგვეღუპაო და ასე შემდეგ, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც 300 მილიონი ადამიანი იმპერიის განაკლები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ 250 მილიონი კაცი და თუნდაც თითო ადამიანის სიცოცხლე არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, მაგრამ 250-300 მილიონიანმა ამერიკამ გაიღო 250,000 კაცის სიცოცხლე და ასე ვთქვათ 3,5 მილიონიანმა საქართველოს გაიღო 350-დან 400,000-მდე, ასე ვთქვათ. ანუ გამოდის, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის დარად, ასე ვთქვათ, გაისახა ამ თვალსაზრისით ერთი კონკრეტული პატარა საქართველო, რომელიც კი ბატონო იმპერიებში შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ასე რომ იმ გმირების სახელი და საქმე თავისთავად ცხადია და უიწყარია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ბატონო ლაშა, ის რა ომიც იყო გასაგები ახლა კი ბატონო, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი მოტივები, მასაც ჰქონდა თავისი შემოქმედები, დაინტერესებული მხარეები ინტერესანტებს ეძახიან დღეს და დაუშვათ სუსტად იგივე ინტერესანტები არიან იმ ომის ზურგზურგა, რომელიც ხან ერთგადიფეთქებს, ხან მეორეგან, ხან რაოდენიმე ადგილას ერთად. რაც ეს საგარეო პოლიტიკური საკითხებით დავიწყოთ, როდესაც ტრამპი მოდიოდა ხელისუფლებაში, ახლა 2 წლის წინამდელი ტრამპი, როდესაც მას ესროლეს, გარკვეული სიმპათიებიც კი გამოიწვია ადამიანებშიც კი ვთქვათ, მისმა პაშკასურმა დამოკიდებულებამ ახლა ეს ფილმები ხუთად გაუელვა. 2 წლის შემდგომი ტრამპი სრულიად სხვა ადამიანია. ეს არის საგამოწევ. ჩვენ მაშინვე ვსაუბრობდით, რომ კაცმა არის ის ასე ვთქვათ, აი ამ გახსოვთ იყო სიტუაციები, როცა ამბობდნენ, რომ არა ეს არასისტემური ის არის, რა ქვია, არასისტემური თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნებისმიერ ვთქვათ ქვეყანაში სტიგიოლი იყოს, რომ არასისტემური ასე ვთქვათ კანდიდატი გაუძღეს იმ ცხრილს და იმ საცერებს, რომელიც ვთქვათ და ჯერდირებს გადაახდეს, რომელიც ჩაყენებულია, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ სისტემებს. გამოხდა ხანი და ვთქვათ ლოზუნგების გვახსოვს არა, ჩვენ არავის საქმეებში არ ჩავერევით, სახელმწიფოები უნდა გამიგახდეს სუვერენულად და ასე შემდეგ, ჩვენ და პირველი ნაბიჯები ასეთიც იყო რა, ეს თავისი ორგანიზაციები, ამერიკული ორგანიზაციები გააუქმა, რადიო თავისუფლება ვთქვათ მიხურა, თუმცა ესენი ვთქვათ რუსები რო იყვნენ სოროსის ფონდი აკრძალა, ხო, პირიკაჩევანი, ხო, მე USAID-ის ორგანიზაცია, თელი ეს ასე ვთქვათ, თელი ეს საგრებულო სატანისა და ლეგიონი მათი სახელი, ასე ვთქვათ, კი აკრძალა, მაგრამ გამოხდა ხანი და დაუშვათ, რა ვიცი, არც მივიღეთ ეგერ ირანში მივიღეთ კონფლიქტი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსგავსი, იქაც 4 წელია მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ამათაც, თუმცა თითქოს გარკვეული შესვენება, ცუდ შესვენება აიღეს. რა სიტყვით, ეს ის ტრამპია, რომელიც 2 წლის წინ იყო და ვთქვათ, ვერ გაექცა გლობალისტების კლანჭებს, როგორც მათ უწოდებდნენ, თუ თავიდანვე იყო ეს, ასე ვთქვათ, სრულიად სისტემური, ასე ვთქვათ, მოღვაწე, რომელიც ვთქვათ, სწორედ იმ გლობალისტურმა ძალებმა გარკვეული მიზეზებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ვთქვათ, წინა პლანზე წამოიყვანეს და ასე ვთქვათ,
გააპრეზიდენტეს. ანუ მისცეს, თორემ ჩვენ გვახსოვს 2020 წლის არჩევნები, როდესაც ტრამპმა როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, მაშინაც მოიგო, მაგრამ არ დაუშვეს მისი აპრეზიდენტება. სანაცვლოდ 2000 შაშანცინის თვალის გახდა პრეზიდენტი 2022-ში ფებრუარში. აი, მინდა ტრამპის შედარებითი დახასიათება, ასე ვთქვათ, 2016 წლის ნიმუშის ტრამპი, 2020 წლის და 23 წლის და 24 კაი დღევანდელი ტრამპი როგორი ასე ვთქვათ, მეტამორფოზა მოხდა ამ პირობებაში. პირველ ყოვლისა მინდა მოვუწო ჩვენს უსმენელს და სულ საქართველოს 9 მაისი მაშინზე გამარჯვებას. აი ეს დღე პატრონოზურობა თქვენ ძალიან პატრონოზურობს საბჭოთა კავშირში. დიახ, ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი სუბიექტი და მადლობა ღმერთს რომ ვიყავით საბჭოთა კავშირში. იმიტომ რომ დღევანდელი გავლილი ცხოვრება მან ახებს იმას რომ არა ის 70 წლიანი თანაცხოვრება იმ ერთიან ოჯახში, რასაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერქვა, ჩვენ ჩამოვიშლებოდით როგორც ასეთი ფიზიკურად აღარ ვიქნებოდით. ეგრეთ წოდებულმა დამოუკიდებელმა 35 წლიანმა ჭყალებში დამოუკიდებელმა ცხოვრებამ მე მაჩვენა ის რომ რაც ჩვენ დაგუმართეს 35 წლის მანძილზე 70 წლის განმავლობაში ჩვენ ნოე ჟორდანიას მთავრობის ხელში საერთოდ ვეღარ მოვიტანდით და საქართველოში ქართული აღარ იქნებოდა სასაუბრო ენა. მორალურად ზნეობრივად ჩამოიშლებოდა მთლიანად ქართველი. აი რა გაცნობთ ამის თქმის. რა მაძლევს ის მაძლევს რომ საქართველოში პირველ ყოვლისა მოყეულია ზნეობრივი საფუძველი. გახედეთ ქუჩაში არ დავიდა. აღარ არის ლაპარაკი რაც ხდება ჩვენს ოჯახებში. პატარა გოგო ბიჭები გადასულები არიან, რა ვიცი მე და არათუ პატარა გოგო ბიჭები ჩვენი შვილები და ზოგიერთისთვის შვილიშვილები უგონ ცხოვრების და მარტივად რა გათახსივდა ქვეყანა. მომავალი აღარ არის. სიგარეტის თამბაქოს მწერლებს გვიგზავნებენ ამ უკანასკნელს და დაგვიწესეს, რა ქვია, ნარკოტიკების ესე იგი თავისუფალი მოწევა და ასე შემდეგ და ეს. ხო, არა, მარტივად. ერთი ანეკდოტი მახსენდება რა. Такая маленькая уже Наташа. Такая маленькая уже катои мато ისა. კატო და ნატო. აი პატარა. რეს აკეთებენ ეს პატარა, ესე იგი, აი ამ უზნეო ცხოვრება განათლება მოგიშალოს. თუ გინდა ერი გახსნა, ესე იგი შენ უნდა ასწავლო სუნძის ტრაქტატია მართლაც რა ერთ-ერთი რა, ეს სამხედრო ტრაქტატი დავასწავლე. რომელსაც შენ თუ გინდა რომ ესე იგი შენ დაიწყო ქვეყანა, უსიშლო და ძალიან უმტკივნეულოდ, შენ უნდა დაუდგე მას იმ მოწინააღმდეგე მტრის შვილებს მასწავლებლად. და მოჩა, ეს შეძლეს. პატარა გოგო ბიჭები როგორ უსწორდებიან თავის პედაგოგებს. განათლება მოიშალა, ჯანმრთელობა მოშლილია. მოჩა. არაერთი 35-36 წლის მანძილზე, ჯერ კიდევ 90 წლიდან მოუყოლებული, არაერთის იყო და ეხლა გაალმასებული, გავეშებული ებრძვიან ერთ-ერთ ინსტიტუტს, რომელიც კიდევ აი სულიერად და შეფო ფიზიკურად იჭერს ქართულ ეთნოს, რომ არ ჩამოვიშალოთ, არ გავიქცეთ და არ დავიშალოთ. არა უბრალოდ ტერიტორიულად სახელმწიფოებრივ პოლიტიკურად, არამედ სულიერად არ დავიშალოთ. რომ იმერელი სხვა არის, ქართველი სხვა არის, კახეთი და ასე შემდეგ. აი ეს არის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. ეხლა რაც შეეხება მე მოვუბრუნდები, ეხლა მე არ შემეძლო ეს არ ვთქვა. იმიტომ რომ უმადურობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა რა. როცა სიკეთეს არ დაინახავ და არ და მადლიერი არ იქნები. მაშინ აი ეს ხვედრიგი და ეს ხვედრიგი გვაქვს გამზადებული და ამის თვალსაჩინო მაგალითებს ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა შეეხება ტრამპს? მე არაერთის მithავს ბატონო შურა. ჯერ კიდევ მაგი რო გამოჩნდა პირველი პრეზიდენტობის დროს, მე ბაიდენთან რო ხონდა ესო. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი გლობალისტი,
თორე და არსებობს ჩანაწერები და ჩვენ ინტერნეტში თავისუფლად შეიძლება ძველი ჩანაწერების ამის ნახვა. თუ არ გლობალისტია არანაირი არასისტემური, დიახაც სწორედაც სისტემური და სისტემის ადამიანია. მე ეს ადამიანი ჯერ კიდე შემჩნეული მყავს, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ერთგვარად ჩვენს ცისფერ ეკრანებზე, მაშინ ეს სმარტფონები მოგეხსენებათ არ იყო, აკირავდა ჰოლივუდის და ამერიკული კინოპროდუქციის ესე იგი ეს სურათები ცისფერ ეკრანებზე ხშირად იქნა განოცებული და მახსოვს ყველასთვის ძალიან ნორმალური სხვადასხვა ჰოლივუდი ესე იგი სატანისტური ორგანიზაცია პირდაპირ არც მალავენ ესენი რომ უკვე სატანისტები არიან და ემსახურებიან ანტიქრისტეს ხო და იქ გადაიღებული იყო ბავშვის მარტო სახში პატარა ბიჭუნა სადაც ეს და ასეთ პატარა პერიოდულ როლებში ყოველგვარ უნდა ამ პატივცემულ ტრამპს ესე იგი პოლიტიკაში მოსვლა. იმიტომ უკვე შემკარი ის იყო რა ქვია ბიზნესმენი, მილიარდერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა პოლიტიკაში მოსვლა. და მე ამ ფილმის გარდა კიდე სხვადასხვა ფილმი პერიოდულად სულ უნდა რომ თვალის საწიერში ყოფილიყო ამერიკელი ამორჩევის ეს პატივცემული რა. და ამას რო ხედავ რა ადამიანი და ეხლა მე ქართული კაცი, როდესაც ამას აი ამ ადამიანის მაშინდელ როცა უკვე ამოვიცადე, ეს ის კაცი გასაგებია, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ აი თავი მოგაწონოს. ბიჭო, მსახიობი ხარ, ის მსახიობი რა. ექიმი ხარ, კვირის ექიმი იყავი რა. ასე რეიგანი ხო. არა, მე ეს რეიგანი რო იყო მსახიობი, რეიგანი წყვეთ და მსახიობი კაცი წყვეთ. და ეს იყო ჩვეულებრივი პრეზიდენტების სისტემა, ეს შემოღებული, რას ნიშნავს სიტყვა პრეზიდენტი? ქართულად ვისაუბრებ. ხო, ესე იგი მთავრობის მთავარი ხელმძღვანელი. ესე იგი მმართველი. აი მეტი არაფერი. პრეზიდენტი ნიშნავს თუ პირდაპირ ქართულად გადმოვთარგმნით, მმართველს ნიშნავს. იმიტომ მე ვსისწრაფე მმართველია. ეხლა მმართველი. ეს ადამიანი 20 წლიანი ესეთი სისტემა შემოიღო ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის მამებმა. წოდებულმა და სხვათა შორის ახლა ჩვენ კი დავიწყეთ ეს თემები, მაგრამ მე ხალხს საზოგადოება მაიტაცა რაცო ამ თემაზე ვინ იტყოდა რამის საჯარო სივრცეში ხო ქვისთრელი დიადის საძმო გასხიოსნებულების ხო ხო ამაზე ყველა საუბრობს კალათოზებზე შოტლანდიის ოსდანს აი ესე იგი სიონის პრიორად და ასე შემდეგ ხო ეხლა რა უბრუნდები აი ამ შემოიღეს ეგეთი წესი 4 წლია ეს ადამიანები მაშინ მართლაც ესე იგი პოლიტიკოსები იყვნენ მაღალ გრადუსში უპი იყო ჯორჯ ვაშინგტონი და სხვები და სხვები სულ ყველა მაღალ ყველა ასიოსნებულის აბრაამ ლინკოლნის და ყველა და ის თქვა მე შემოვიდა 19 საუკუნის შემდგომ რომ ეს ადამიანები უკვე ამ ადამიანებმა ეს ისეთი სისტემა შემუშავეს რომ აი როგორც მსახიობს რა მისცემ როლს რეჟისორი როგორც აძლევს როლს რა და უშუალოდ მაგბეჭი ასრულებს აი ბატონო ის როლი რა ხო როლი ხალხის და არა როგორც სპექტაკლში რეჟისორი ხო რეჟისორი წარმართავს ხო დგავს სპექტაკლს და შენ ზურა ხარ აი ამ როლს ასრულებს ლაშა ამ როლს ასრულებს მე აი ესევე როლს ასრულებს და რეიგანი კი არ ასრულებდა აი ვის შეეწინააღმდეგა და უთხრა იმ ეგრეთ ეხლა კი არ გახდა ეხლა ამოწია ეგეთი ტერმინი დეფინიცია ჭtildeოვანი მთავრობა სულ ყოველთვის ჭtildeოვანი იყო ეგ ამერიკის შეერთებული შტატები დღიდან მისი შექმნა ბრიტანეთის ხო საკმაოდ ხარიზმატული იყო რა თქმა უნდა რა ხო რეიგანი რა თქმა უნდა არა მე ვესტერნებზე დასდილი კაცი ვარ ვახსოვთ ალბათ ჯევა სერგეიშვილის ილუზიონი ჯევა სერგეიშვილის მიერ მიყავდა საავტორო გადაცემა რომელსაც ეთქვა ილუზიონი და ძალიან შესანიშნავ ფილმებს არათ უშვებდა არამედ ანალიზს აკეთებდა ის იყო კინოკრიტიკოსი ძალიან სერიოზული არია თვაჭერ და მე ჩემი ხმაურმა კაცობა სანამ შევედი ბავშვობაში ეს იყო ვესტერნები
ვესტერნი და არა მარტო, ხო? და როდესაც მე ნახე ეს პატიცემული ახალგაზრდული მაშინ ახალგაზრდა როგორ მონაწილეობს და რა დიდებულად თამაშობს აი ამ კოუბოის, მეძროხე ბიჭის, აი ამ როლს თავარი გმირისას, მე გაბატონების მიმართ აი ამ სახეობები როგორც პატული, იმპათი გამომდინარე ძალიან ისე ვიყავი რა, სიმპათიები და ასე შემდეგ და რასაც რომ მოვიდა ძალიან შესაძლებელი ადამიანი ვარ. ვერე შევედი მოციქულობის ჟამს და პოლიტიკური იმებში გავერკვიე უკვე დამთავრებაში და უკვე მოძრაობაში ვარ და გამოთავისუფლ მოძრაობაში მოყებულობ მონაწილეობას აქციებზე დავდივარ. ეს საბჭოთა კავშირია. აი ამ დროს უკვე ნელ-ნელა სამართალს და ასე შემდეგ პოლიტიკა როგორ არის, არა და იქ კარგი იყო საზოგადოებრივად ცოდნეობა ჩვენ საბჭოთა განათლების სისტემაში. და სხვათა შორის გეოგრაფიას ისე გვასწავლიდნენ და სხვა კიდე საგნებ დისციპლინებს, რომ ჩვენ ფართო ერუდიცია გაგვაჩნდა, გამიგეთ და რიქ რა ხდებოდა, რიქ იყო ესთან დაკავშირებით რა რაღაცას გეტყვით. ამასინათ ევროპარლამენტში პატარა გამოსვლა ჩაუტარეს, ნახეთ ეხლა. ევროპარლამენტარებში ქალბატონ კალასაც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, ხო? ის არის. ეს ირანი ვერ გაარკვიეს სადიღო, ზოგმა ინდოეთია ჩვენ და ზოგმა ეგვიპტეა ჩვენ და ზოგმა სადღაც შეიძლება სიბირია ჩვენ და ხო არიციან ახლა ეს უკვე მე მივითარებს უკვე ყველა იცის ამასთან დაკავშირებით თურმე სომხეთი ყოფილა ვთქვათ ევროკავშირის ცენტრი ყოფილა კი აქ მოვიდა და ყველაზე მოკლედ დაყოფილა ესე იგი აზიიდან მოკლედ გეოგრაფია ისე არის ახლა მოწყობილი და ფიზიკა იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოგეცემებათ 21 საუკუნის ციფრულ ერაში შევაბიჯეთ და იცით რა არის არსებობს კვანტური ფიზიკაში არსებობს კვანტური ფიზიკა რა და ისეთი სასწაულები ხდება მეხუთე და მეოთხე განზომილება მეშვიდე მე-19 და ასე შემდეგ ეს განზომილებები და აქედან გამომდინარე შეიძლება ეს ტერიტორია ტრანსპორტირდეს აი მეორე მაგალითად ესე იგი დანია გახდეს კავკასიის ადგილას და საჭადრო გადაადგილებები მოხდეს გესმით ეს შეიძლება ფანტაზიებში რა თქმა უნდა შეიძლება ეხლა რა შეიძლება ყაილაზე თემას არ ასწორებ ყაილაზე რაღაცა და კარგად შემომაწოდებს სულ ჩვენ გემასვლა მაია ისეც კაიო ისეც კაიო ასაკავ ეს ბავშვობის გამონათქვამია ჩემი რა კაია ესეთი გოგოა რა კაი გოგოა ხო ბლისიბრიკო ეხლა უბრუნდები ისე სტრაპს ტრაპი ჩვეულებრივად არის სისტემის კაცი გლობალისტი უბრალოდ იქ ორი დაჯგუფებაა რა ორად გაიყო ეს ფრაქცია დიადი მოგდი ესე ვთქვათ რა ეს ხროვა ამ კიდე მეორენაირად ბილად და ეს ძალიან მე მაგათს მომისმენია სხვადასხვა გადავაცნეს და არაფერი დიად საძმოს მაღალი გრადუსის გრანდ მასტერი 33 ხარისხის ლექციებს უტარებს 33 ხარისხიდან მინიმუმ 30 ხარისხის აი ამ რჩეულ ძვირფას ძმებს გასკილოსნებულ ძმებს აქედან გამირო მოვისმინე ლექცია ნუ გასაგებია ჩვეულებრივი სიტყვა და მასთან სადაოი ამ კუთხით რასაც ისაუბრებს აი ყველაფერზე სოციოლოგიაზე ფილოსოფიაზე პოლიტოლოგიაზე პოლიტიკაზე და ადამიანურ ყოფაზე სიტყვა ამერთი უბრალოდ აქ სადაო ჩვენ გვაქვს ამ ნაწილს ქართულს მართლმადიდებლებს და იმ ნაწილს ის რომ ისინი ანტია გან არიცია რომ სიტყვა ღმერთია უბრალოდ საპირისპიროდ იყენებენ ეხლა რა გქონდეს აქ ორი ნაწილად არის ორი აზრი არსებობს მათში და აი ამ ძმობაში და ესე თქვა ჭყალში ძმობაში დიარ გასქროსნებულ ძმობაში ერთი რომლებიც სოფლიო ბატონობას რა თქმა უნდა ციფრული ტექნოლოგიებით ციფრულ კონსულტაციაში ყველა შელალით ვიპირებენ მეორენიც და რომელსაც ტრამპი წარმოადგენს მაგრამ აი მათ ვისი ვისაც უწევდა ტრამპის მხრიდან ეს ნაწილი იმათი აზრი არის რომ ყველა ჩვენ მონებიო და უფლებები უნდა ვიყოთ მარტივად ღორები მაგრამ გოები ესე იგი ღორები მაგრამ ის ელიტა შეინარჩუნებს ესეთ ადამიანურ ფორმას ბიოლოგიას და დანარჩენი უბრალოდ აი ეს ისინი შეგვეცვლება
ბიოლოგიური მოცემულობა. გესმით? აი წარმოიდგინეთ, ხშირად ნახავთ გადაკეთებულა, ესე იგი, ზოგს ღორის დინგი აქვს, ზოგს ვეფხვის სახეა გაკეთებული, ზოგი ხვლიკია, ზოგი თითიყუში ფარშევანდის. ხო, და ამას აკეთებენ თვითონ თავიანთ ხო, ურჩხული კეცების მაშინა. ქერქებს იდგავენ. ესე ტრანსფერის ხოჭით განვითარდა ესეთი და პლასტიკურ ოპერაციებს და ადამიანს ქები აქვს. ეგეთი გვალი ხო გვაქვს ჩვენ ბროლი, რასაც ქვია თვალისჩინი. იმას როგორც რეპტილოიდებს ესეთი თვალი აქვს ვერტიკალური. ამას იკეთებენ ადამიანს და ეს რას მიმანიშნებელია? მიმანიშნებელი ის კი არ არის. ეს უბრალოდ ნათელი არგუმენტისა დადასტურებაა და მართლაც არგუმენტია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიპირებენ, რომ გადაგვაქციონ მართლაც ფიზიოლოგიურად გადაგვაქციონ ესე იგი ცხოველებად რა, ცხოველებად. დავყალბოთ ეს ადამიანები. ხო, რა. კიდევ აი, სტრამი ამის წინააღმდეგია რა. თან კიდე ამათ შორის კიდე პოლიტიკური მოწყობის საკითხში არის განსხვავება. ტრამპის რომელიც ხარასაც ეს წარმოადგენს ტრამპი ბატონ დონალდმა. ესე იგი, მას უნდა რომ სოფლიო იმართოს, სოფლიო დედამიწა ერთი სახელმწიფო, როგორც ამ პირამიდის წვერში უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო. ხო, და რა მეორე ნაწილი სახელმწიფოები არ უნდა არსებობდეს, სახელმწიფოები არ უნდა არსებობდეს, ეთნოსები, ერები არ უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ესე იგი კორპორაცია, ტრანსნაციონალური კორპორაცია. არიან სრული გასაჭამიები და არიან ნაკლებად გასაჭამიები. არა, ისინი გასაჭამიები არიან, იმიტომ რომ ხენაყოფითი ცნობისო ჩემოკარგებო, კაცი გამოდიოდა მაშინ და აი ესე არ შეიძლება, ისე არ შეიძლება, აი მშვიდობის ყოფილი ნობელის პრემია უნდა მიეღო მას, იმიტომ რომ მას ძალიან ტრამპს გულში აქვს შადებული. ნუ აბადეთ რაღაც გოიზე ლაპარაკი, ეხლა პირდაპირ ქართველები ვარ და თბილისელები ვარ და ვიტყვით რა, თვითონ არის გოიმი. რაც უნდა მილიარდები კონდეს ადამიანი და გოიმი. იმიტომ რომ გოიმობა ეს შენი პროვინციალიზმი. ეს არ გაიგოს. ხო, არა, გაიგოს, კაცო, მე მაგაზე მეტი თქვი, ეხლა გამაშინ იმასაც გაგახსენებ, იხვი დონალდი დაუძახე. უოლტ დისნეის ანიმაციურ ფილმში, უოლტ დისნეი მეზღვა ის რა ქვია, ამ ფილმში უოლტ დისნეის მულტიპლიკაციაში იხვი დონალდი საზღვაო იმას რო განასახიერებს, რა ქვია, საზღვაო ფლოტს, ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტს და ყველგან რომ მიდის ჩუბს ტერს ალმაღალს და მე უსწორდებიან რა. აი ეს ტრაფიკი. კარგი გახდა. მოუბრუნდები. ერთი და იგივეა. უბრალოდ ტრამპს უნდა წინარე პრეზიდენტი ბარაკ ობამას გადაცდება, რომ ბარაკ ობამა ნობელიატი გახდა მშვიდობის ყოფილი, ჯარშიდობა გააკეთა ბარაკ ობამამ, არ ვიცი და რატომ. ანუ ეს სახელმწიფოში გადატრიალდება ხო? ხო, კი, მოახდინეს. მაგდროს არაბული ისე შემოდგომა, ესე ეგეთი შემოდგომა მაგა დაიწყო და ამას უნდა გადაეცო. თითქოს აი რუსეთთანაც აეხა რაღაც ჩაერიოს ამ ძმებს შორის ამ რუსის საქმეში ხელი და ამ დროს იმას იძახდა რომ აი ყველაფერი დალაგდება ასე შემდეგ და ამ დროს ირანს არტყავს ისრაელ და ყველა ამერიკის შეერთებული შტატები შეგვიძლია თქვენ კარგად იცით რომ მოკლედ ბევრმა ინგლისური იცის რუსული ენოვანი სკოტრიტერი მთელი რიგი გარსონი ისინი პირდაპირ ლაპარაკობენ როგორი განწყობაა როგორ დაძლებენ ამერიკის შეერთებული შტატების თვითონ მოქალაქეებს რა საშინელი მდგომარეობაა შექმნილი თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებში დონალდის პოლიტიკის შედეგად დონალდინოს პოლიტიკის შედეგად და აქედან გამომდინარე მე შემიძლია სრულად გითხრათ რომ ამერიკა არის ყურმუჭრილი მონა სიონისტების რომელიც სიონისტების მას კაბინეტში ისა უზიანდა ესე ხუდიანები და ეს პასტორები და ასევე ხასიდები იმიტომ რომ ხასიდი თვითონ კუშნერი მისი სიძეა ჩემო ბატონო და ყურმუჭრილი მონა ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის სახელმწიფო კიდევ არ იცავს ებრაელის ინტერესს. ებრაელის ინტერესს მაგ იმ სიონისტების ხელმძღვანელობას მაგათ ერთ ხალალ ადგილზე ჰკიდიათ. იმიტომ რომ მაგათი მოყვანილია ადოლფ ალოიზოვიჩი, მაგათი მოყვანილია წითელი ბოლშევიკური ეს რა ქვია რევოლუცია 1917 წლის თაგარულის რევოლუცია და შემდგომ ბატონო ოქტომბრის რევოლუცია მთელი მურდუხაები მოვიდნენ რუსეთის იმპერიაში და სხვადასხვა ჩვენ იმხან რუსეთის იმპერიაში შევდიოდით
ვის რევოლუციონერები იყვნენ, მარქსიდან მოყოლებული და მე საბჭოთა ეს ლიდერები ეგრეთ წოდებული, აი ამ გადატრიალების ვინ იყვნენ? მურდუხეები. ეხლა ვიღაცა გამოვა რუსი ისტორიკოსი გულს ეთქინება ან კიდე სოვიეტ მეც ეხლა უნდა გითხრათ რომ მე სოვიეტიკოსი ვარ. მე სოციალისტური წყობის მომხრე ვარ დღემდე, აი სოციალური სამართლიანობის და საბჭოების მომხრე ვარ. აქედან გამომდინარე გარშემედავება ვიცით ზოგიერთი რომ აი რუსებიც იყვნენ იქ, ეთნიკურად რუსები. ხო იყვნენ, მაგრამ ვინც გააკეთა ეს ყველაფერი? რამდენი პროცენტი იყო რა, ეხლა ნუ გვატყუებენ თუნდაც ამ ისტორიაში ეს რუსი და ვინც არ ეხლა მე დავამთავრებ ტრამპთან მიმართებაში. ეს სრული ფიასკოთი დამთავრდა. ტრამპი ამ შემთხვევაში დამთავრებულია. ჩათვალეთ რომ რაც მაგან ჩაიგვინა, ხო? მაგან უნდა წავიდეს ეხლა. სანამ იმას იმპიჩმენტს არ მოუწყობენ რა. ბევრს ჰქონდა იმედი და ამ თავრობასაც ჰქონდა იმედი, რომ ტრამპი ეხლა ქართველობას მოგვეფერებოდა. აი ნახეთ რა გააკეთა, ხო? არ მოეწონა ტრამპს კაცო თავისნაირი კაცი რა საქართველოში. არ მოეწონა. ამ ქართველ კაცს კიდე, ნუ ვინც არის ქართველი კაცი? მაგნისის რა, ტრამპი უარი საშენელო საფრთხე. ხო, ტაუერს კარგით ერთად ბაბუშკინის კასკები რა. მე უბრუნდები იმას, რომ ჩვენ როგორ შეგვეხება ერთამის ამაღაზი გადაყვანა რა ქვია. სამომავლო დრო დაუთმეთ ახლა ჩვენ. თვითონაც კონდა რამოდენიმე კითხვა ჩვენ მაშავეთ იმ პროგრამას განყოფილებას. ანუ აი მოკლედ მინდა იმ გარკვეულწილად კითხვი რომ დაუშვათ აი ტრამპი რაღაცა ფიასკოს წინაშეა დაუშვათ, მაგრამ მოდი ახლა ცოტა სერიოზულადაც რომ შევხედოთ სიტუაციას, ხო? მაგის ორგანიზაციას ქვია მაგალითად ხო ესე იგი შევქმნათ კვლავ დიადი ამერიკა რა ხო ესე იგი როდესაც ასეთი მესიჯი მოდის ასეთი გზამილი მოდის ესე იგი თავისთავად იმას ნიშნავს რომ თუნდაც თავიდან შექმნა დიადი ამერიკა ესე იგი რაღაცა ვეღარ ყოფილა დიადი ხო თუ თავიდან შესაქმნელი რა ესე იგი რაღაცა გასაჭირი გონია ხო თორე მაშინ არაფერი საფრთხე არ ეკნებოდა თუ გააგზავნებდი რაღაცნაირად ესე იგი ამერიკას აქვს გარკვეული ასე ვთქვათ დეგრადაცია რა იმპერიას გლობალურ დიდ იმპერიას ახლა ხო ქალაქს იმაზე რა ქვია პორტზე აქვს პრობლემები რომელიც ვთქვათ იმ მეთოდოლოგიით და მეთოდებით აი მუტალოს რომ დაუძლებდა მეთოდები დაუძლებდა რაღაცნაირად მეთოდები და შესაბამისად ის რაღაცა გადაკეთებას აჭირვებს ალბათ სწორედ ტრამპის ფაქტორიც სწორედ იმიტომაც ვთქვათ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე ხელმეორედ ვარება შეეძლოთ საერთოდ საფრთხე დაეჭირა ხოლმე ახლა არანაირი პრობლემა არ არის ხო სამუდამო პატიმრობის კანდიდატი იყო რა ვახსოვთ რა ბაიდენის პირობებში ხო მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა ხო ისაუბრა ყოველწილად რა ქვია ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს სიარილოს რომ მოხდა ახლა იმ მიზნშედეგობრივ კავშირზეც ვთქვათ კი ბატონო გაამართლია ყურადღება ვთქვათ მისი ოჯახის წევრები ვინ არიან მისი მეგობრები ვინ არიან კარგად ვიცით ყველა ის ფაქტიურად რომ დიდი ბიზნესი ასე ვთქვათ იმ დიდი ბობოლების გარეშე რომლებიც ახლა ეს არჩენა ვერ წარმოება არავინ დაუშვებს და მithumetes არავინ დააპრეზიდენტებს სოფლიო ვთქვათ გლობალური იმპერიის ასე იმპერატორად არავინ გადააქცევს თუკი ვთქვათ სწორედ აი ამ დაჯგუფებებთან არ არის ვთქვათ ძალიან ალბათ ინტეგრირებული და ასოცირებული კი ბატონო და ვთქვათ კარგად ბრძანა იმასთან დაკავშირებით რომ ვთქვათ ამერიკაში საუბრობენ ამაზე ეს არ არის მხოლოდ ახლა მარტო ტაკერი და გასული და ეს სპონსორები კაცო ყველა ადამიანი თემი ამერიკა უკვე რა ქვია თვითონ დემოკრატების რესპუბლიკების რომ ჩვენ ფაქტიურად ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ისრაელის ასე ვთქვათ ისრაელი თარგმნობს ფაქტიურად გადაწყვეტილებებს ხო ეხლა ეს როლები გაჩვენა ის საუბრიან იმის ასე ვთქვათ ტერორისტული ვთქვათ ალბათ იმავე ტრამპზე შემდეგ ის ახალგაზრდა ვთქვათ აქტივისტის მკვლელობა რომ მოხდა ვთქვათ რამოდენიმე თვის წინ შევარდნა კიდე კონფერენციაზე თვითონ ტრამპის თავრობისთვის უნდოდა რაღაცა ზანგიზბის ხო ანუ
გასაგებია, რომ ასე ვთქვათ, მოქმედებს ძალიან სერიოზული ქვედა დინებები, რომელიც უკვე აღარც არის ქვედა დინებები, იმიტომ რომ ყველაფერი ზემოთ ამოყალიბდა. არა საიდუმლო, რომელიც არ გასაგებია. შეიძლება კონკრეტული პერსონები და პერსონაჟების სახელები და გვარები არ ვიცოდე და ეს ძალიან საინტერესოც არ არის გასვლა, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ დაუშვათ მაინც ასე იყო თუ ისე იყო, მოხდა თქვა თავდასხმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, ხა ის შეიძლება ვიღაცებს ეს არაფერი არ იყოს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი კოლოსალური გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ ცვლილებების მომასწავლებელი, ხო? აი ამ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც არც ომია და არც მშვიდობა ხო იქ არა, თითქოს ხელი ფასა გარკვეულწილად დასრულდა, თუმცა ის ჰორმუზის ასე ვთქვათ სულტეს ხელმძღვანელი ხო და საკითხები და ფაქტიურად ეს მონარქიები, ეს ქვიშაზე მდგომი რა ქვია, ქვიშის მონარქიები ფაქტიურად თითქმის აბუ-დაბის ქალაქი. კი ბატონო, რა ქვია, ხა ჩვენთან აპირებენ ხო ამ ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქის აშენებას და დავით შეიძლება არის წამში ხო? კი ბატონო, შეიძლება ახლა დიდი არაბობა დაიწყოს არაფროდ რა ქვია. დიდი თურქობა ხო გადავიტანეთ? კი ბატონო. თუკი ასე ვთქვათ, თუკი კრიტიკული ინფრასტრუქტურას, რეალურად ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურას ინდონეზია დააზიანებენ, რომ ირანს იზოლებულს გახდიან, ვთქვათ, აი წყლის გამამტკნარებელი ქარხნები და ვთქვათ, აი ეს კაბელები, რომელიც გადის ხო ინტერნეტი და ხო, ვთქვათ, აი ესეც დადგეს საფრთხის ქვეშ, მაშინ რეალურად ქვის ხანაში, ასე ვთქვათ, აპოკალიფსია. ანუ აპოკალიფსის რაც არ უნდა დღეს ვთქვათ იტრამბახოს ტრამპმა და ეს მას ძალიან ასე ვთქვათ ის ჩვეულიას ვთქვათ სტილი არის ფაქტიურად გამოდის რომ დღეს იგანი არა გამარცხებული არამედ სულ პირიქით არის შეიძლება ვთქვათ რომ გამარჯვებულიც ვერ არის თვალსაზრისით რომ 120,000 თუ კიდე მეტი შენობა ნაგებობა განადგურებულია ირანში, რასაც დიდი იყოს ირანი, ახლა წარმოიდგინო 120,000 ნაგებობის განადგურება, რომელსაც უშველებელი ძალისხმევა დაჭირდება, ვთქვათ, მის აღდგენას და ალბათ ეს წლებს და შეიძლება 10 წლებსაც ასე ვთქვათ, ხო. მაგრამ აი ეს გლობალური პროექტი, რის გამოც ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი დაიწყო, ხო? ეგერ შორის ჩემი აზრით ორიგინალური ხედვა მაქვს თვითონ ამ არაბული მონარქიების აყვავებასთან დაკავშირებით. ანუ რატო დებდნენ იქ ფულს? ვფიქრობდი ამასთან დაკავშირებით, რამ განაპირობა და დაუშვათ მაინცა და მაინც აი ამ მონარქიებს. ერთი ის იყო ეგრეთ წოდებული აბრაამის ხელშეკრულება, რომელიც კუშნერის მონაწილეობით ტრამპის წინა კადენციაში ასე ვთქვათ, კი ბატონო ეს გაქონდა და შემოიმტკიცეს დაუშვათ ისრაელმა შემოიმტკიცა ეს არა ძალიან საინტერესოა მაგრამ ჩემის აზრით კიდევ უფრო ღრმად არის ასე ვთქვათ კიდევ უფრო ღრმად ема და კონკრეტულად რა ასე ვთქვათ აი აქ ჩემი მიყვარს ვთქვათ ეს არაერთგული კირკიმალობა თუ გინდა დავარქვათ მაგას თუკი ჩვენ გავიხსენებთ ისრაელის ასე ვთქვათ მიზნებს და ამოცანებს რომ ის აპირებს ეგრეთ წოდებული ერეც ისრაელის ანუ დიდი სტუდიადი ისრაელის შექმნას, რომელიც სწორედაც იმ ტერიტორიებსაც მოიცავს, რატომაც არ დააბანდებინებდა ფულს, ასე ვთქვათ. სიონისტები რატო არ დააბანდებდნენ ფულს, მაგრამ ამ მონარქიებში, რომლებიც ხვალთუზე, მაინც მისი ხვადნაბიცები და ასე ვთქვათ, მისი ტერიტორიები. და არიან კიდევ დღესაც შემავალი, ასე ვთქვათ, და კიდევ უფრო მეტად გამტკიცდა ახლა მათი ურთიერთობა, იმიტომ რომ ისინი ამბობენ მონარქიები ამბობენ ორი ქვეყნების მონარქიები, რომ ჩვენ ამერიკის იმამ დაგუპა კი არ ყოფნა დაგუპა კი არ ასწორდა იმის იქეთი არ მოვიტანა სამხედრო. და თან მეც შეყურადღება ჩემო კარგო, რომ შესაძ ამერიკამ დაგუპავდა ისრაელი რო იყო ამ ამბავში პირველ რიგში რეჟისორი და სცენარის დამწერი იქ არაფერი. კი ბატონო. მასა და ეკითხაც რა შეეძლო ჩემი აზრით ვთქვი ამასთან დაკავშირებით ახლა შეიძლება ეს ასე იყო და შეიძლება ასე არც იყო მაგრამ თქვა ხო აქვს უფლება დაუშვათ ერთ ვერსია თქვა იარსებოს არა თუ გაქვს ვერსია მე შეგეთქვი რომ რეალურად იგივე აზრი მაქვს რაც ახლა შენ გააჟღერე ჩემო ზურგ იგივე აზრით შეიქმნა ეგა თუმცა ერთი პატარა შემიძლია თქვა დეტალი რომ ეგ იყო ჩვეულებრივი ბრიტანეთის იმპერიის რომელიც ბრიტანეთის იმპერია 1918 წელს უარს იყო
ისრაელის სახელმწიფოს შექმნაზე და აქედან გამომდინარე იქ როდესაც მე პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ისრაელმა დაკარგა და წამოვიდა სხვა პოლიტიკური სინამდვილე, აქ მათ წარმომადგენლები, ვინც ვაჭრები იყვნენ, British Petroleum ის ადამიანები გაამთავრეს, ესე ვთქვათ, და იმიტომ რომ იცით სიტის ვინ ხელმძღვანელობს, სიტში ვერ შედის მეფე და იმიტომ რომ სიტი არის აი ამ სოფლიო გლობალური აი ეს საკანისტების აი ხროვა რა გამიგეთ, იქ ვერ შედის. აი იმათი დასმული, ხელდასმული ეგრეთ წოდებული ჭყალებში გამთავრებულია ეს მონები არიან, არანაირი მოდელა პიეტეტით რატო უნდა იყოს ქართველი კაცი, გინა ხელისუფლებაში გინდა რიგით ქართველი. პიეტეტით რატო უნდა იყოს თაკი არანაირი მუხამედთან არც ამ მონარქიის ჭყალებში მონარქებს არ გააჩნიათ ნათესაური კავშირი მუხამედთან. გესმით? ეხლა რა შეესაბამება? ეხლა დაუბრუნდები იმას. მაგათ შექმნეს იმიტომ რომ აი ეს დასაყრდენია, გესმით? თელ სოფლიოსთვის რა. რომ ერთგვარად მოახდინონ ახლო აღმოსავლეთში ამ შემთხვევაში თურქეთის წინააღმდეგაც და ირანის წინააღმდეგაც. და ეხლაც გამოიკვეთა რომ თურმე მთელი ევროპისთვის და ამ ძალებისთვის თურქეთი არის პრობლემა, როგორც ირანი, არა მარტო ისა. ირანს მიაყენეს უბრალოდ თურქეთს ეხლა უპირისპირდება საფრანგეთი, ყურმოჭრილი მონა ბრიტანეთის, ლონდონის როგორც ვთქვა, ლოჟა უფრო მაღალმდგომია, ვინმე პარიზის ლოჟა. ესმით? არა და ევროპაში ორი ბირთვული სახელმწიფო არსებობს, ორი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო. ერთი ბრიტანეთი, მეორე საფრანგეთი. საფრანგეთში მაკრონი რომ ჩვეულებრივი იგივე ზელენსკივით ჯამბაზია, მაგ დავინახეთ აგერ ერევანში. შარაზნაური, რომელიც შემოგერება, მომგერების და იმგერება, თუ დაანები პოლიტიკის თავი. მაგრამ როჩილდების დასმული კაცია. როჩილდების ბანკში მუშაობდა კლერკი იყო, ჩვეულებრივი კლერკი იყო, ხასუსო. ეს ძალიან მომწონს ეს არაქართული მაზალო სიტყვა, კლერკი. ესმით? იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის მე ასოციატიურად გადასახვალი ცოტა სხვა სიტყვაში. ზოგი ეძახის რა, მაკრონი ხო აკითხა და ზოგი აქვს არა, მაკრონი არის მიკრონია. ხო, კლერკი წარდია რა. ხო, ეხლა დაუბრუნდ. ესე რა ხდება? თურქეთის წინააღმდეგ საფრანგეთმა მიაყენა ავიამზიდი კვიპროსზე და უპირისპირდება. აქედან ჩრდილოეთიდან საფრანგეთი უპირისპირდება, საბერძნეთის კოალიცია, სამხედრო კოალიცია, სამხრეთიდან ისრაელი. და ეს კიდევ ერთი მხრივ, რატომ თქვი მე დიდი ესა ერთი პატარა რეფერენდუმით მართლაც რეფერენდუმით გამიფრინდა ბატონი ზურაბირო საუბრობდა და ძალიან სერიოზულ მაანალიზს აკეთებდა. რომ ახლა წანიშიო უკვე დასახლება ქალაქი რო ხდება არაბულისო, ეგ დიდი არაბობა იწყება. დიდი თურქობა გადაიტანა ქართველებმა. იმიტომ რომ თურქეთს უკვე აი ესე რო იყო გავეშებული და დემირელი პრეზიდენტი რომ გახდათ. ეს არის 2000 წელი, ხო, 2000 წელს დემირელთან ჩადის შევარდნაძე, თურქეთ საქართველოს პირველი პირების შეხვედრა იყო. ესმით? და იქ როდესაც მოეწერა ხელი აი ამ საქართველოს პირობა დადო, რომ არავითარ შემთხვევაში შევარდნაძის მმართველობაში, რომ რუსეთი და თურქეთი არის, იმიტომ რომ აჭარა, ეხლა აჭარის ოლქი, დღემდე პრეტენზია კარაკო აჭარის ოლქზე, აჭარაზე, ბათუმის ოლქზე, ესე იგი აჭარის ტერიტორია, რომ მაისხეთ ჯავახიზე დღესაც თურქეთი. ერთოხანი მაგაზინზა. იქ დაიწერა, რომ საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ იქნება არც ერთ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში და რომ არ დაუპირისპირდეს და იმას გარდა იმ 90 წლების მიმწურს შევარდნაძემ კაბალური ხელშეკრულებები დაუდო პატივცემულ თურქულ მხარეს დემირელს. რა გააკეთეს ამბობთ? რა იყო კაბალური რაში მდგომარეობდა? გლეხის რომ მოყავდა დაუშვათ ღირდა უჯდებოდა ამ გლეხს მაგალითად 30 თეთრი პირობიდან თუ ამბობ პამიდორის მოყანა და ბაზარზე მიტანა. ესმით?
ამიტომ ჯერ კიდევ ცეკავშირი არსებობს, რომელიც ამარაგებს რა იქ არა, აი დროს უკვე 2000 წელს არა, მაგრამ 96-97 მაინც რაღაც ფუნქციონირებს, რაღაც ატარებს, მაგრამ ანგრევს. ამება დადეს იქით რომ იმ თურქულ ფერმერულ მეურნეობას 80 რო უждებოდა დოტაციაზე დასვეს ჩვენ გლეხს ჩაუწვინეს ეს მარტო პომიდორზე ვამბობ ჩაუწვინეს და შემოიტანეს პომიდორი რაიმე თურქული პომიდორს რო გააქარებდი ტენისის ბურთივით შედეს რომ ეთამაშა პომიდორი ბატონო და დღემდე პოლიტიკამდე და მე ის თქვამიდა რომ ეხლა ესე რომ გაპარპაშდა ეს თურქეთმა რომ ბოდიში გაილა ხო იქ ევროპის პოლიტიკაში ჯერ არასდროს არ დაუშვებდნენ მაგას ევროპაში ეგ მიხვდნენ და ამას გარდა თურქია არ გვიყვებით ჩვენი მეგობარი არ არის თურქეთი ტაოკლარჯეთში წარმოიდგინე შენ ტაოკლარჯეთი არის ქართული მიწა-წყალი ლაზმა რას არ უნდა ვენები გადაიჭრას და მე მითხრას რომ არა ვარ ქართველიო მაგას ვიკითხავს თო აი ვიკითხავს ლას ხო როგორც გაგათათრეს ბიჭო ისე გაგაქართველებს შენ იმიტომ რომ თურქეთის სახელმწიფო მიდის დაშლისკენ და დაიშლება ეხლა ეს ჩემი ეს არ არის არა რა მაძლევს ის იქნება არ ვიქნები დარჩება ამ მიწა-წყალზე ქართველი და ქართული სახელმწიფო რომ იქნება საქართველოს აღზრდების კავშირს იმიტომ რომ ლაზარე აღდგება იბერია გაწილდება ეს ბითური ნათქვამი სიტყვა არ არის რა როგორც სიტყვა ბოგნიფრაია რა არიფი არ არის რა მერტი რა ოღონდ მერტი რომ ვისმინოს და ჩვენ მერტ შევთხოვოთ რომ გონება გვეყოს მარტივად აფხაზი არის ქართული მერვენი არის ქართული სვანი არის ქართული ვისაც საწინააღმდეგო გვაქვს ის წავდით და პირმიშნები უბრუნდები თურქეთს თურქეთს აქვს პრობლემა აგერაკ ირანსაც პრობლემა არაბები შემოდის არაბები ვინ შემოიყვანა მე შემოვიყვანა თავრობამ შემოიყვანა რის გამო ფულის გამო ეცა მაშინ ამ თავრობას ეცა თქვენ გონიათ დიდხანს გაძლევთ მაგნელი პოლიტიკი ხან იმას გაეკანება ეს ქართული პოლიტიკა რა დაეკანება და დაეტაკება ამბორსკობს ტუჩებში კალასის ნაირ და კალბატონს ხო არა ეხლა არა მანამდე როგორ იყვნენ ბიჭო რო ქართულოცნებამ არ მიიღო თელი ლიბერალური კანონმდებლობები თემდე არის გამოუშვეს ის ბიჭები აი მაგ აღლუმის ჩატარებას და იმასთან დაკავშირებით არ ვიცი ეხლა მიჩუმებულები არის ეხლა კონდაზეროს ბოგილოსო კონდაზერავებო რაღაც სამაისებს გუშინ გითხრა მაღალი ტრიბუნიდან გააჭერა სამთავრობო ტელევიზიებიდან მოვისმინეთ რომ იქ რო იყავით მისული ბრძანებულები შალვა პაპუაში მერავა რომ თურმე კონდაზეროს დაუკავია ევროპის აგენტები კონდაზერო დაზვერვა დააკავა კარტეთიკურად ქართველები და კიდევ ვიღაცები რომლებიც ჯარში შობდნენ ევროპის რომელიღაც არ დაასახელეს რომელი სახელმწიფო სასარგებლო რატო არ დაასახელეს ბატონო აგერ ხაჩინსკი აგერ 9 მაისს თქვენ უაწყობდით გვერდით აწყობდა ფორუმებს და ლანძღავდა ბატონო და თქვენ კი არ გაგლანძღავთ თქვენი სახით თელ ქართველებს და მე მლანძღავდა პირადად მე და ზურაბს ლანძღავდა და ნებისმიერს და თქვენ ამას იცით რა ეს არაბის არის არა აქტუალური ეგ რას მიგვია რატო არ აწყდებთ ბატონო ჩემო ძვირფასო პოლიტიკოსებო პარლამენტის თავმჯდომარე და ბატონო პრემიერ-მინისტრო რატო არ აწყდებთ რომ ეს ბრიტანეთია ეხლა ვინც აი ამ იმაშია ბორლატეში აი ამ პროცესების ამერიკა რომ მიდის უკვე თლიანად ახლო აღმოსავლეთიდან ამ ბრიტანეთის თელი ინსინუაციებია ხო ბრიტანეთის ინსინუაციებია აქ იმიტომ გამოჩნდა არა ჯერ ერთი რა ბრიტანეთი არ გიპირებდა დამხობას რატო არ აწყობთ ვინ რუსი ბიჭო ვერ გავიგე რა ზურა ეხლა მითხარი ეხლა რუსთან გავიგე რომ ვითომ მომიგა კაროჩე და არა ეკონომი რა მომია ესა ეკონომიურად თუ კიდე საქართველოს ვარსა რომ რუსეთთან ეკონომიური კავშირები გაქვს ენარჩუნებული ხო იგივე ტერიტორიები ვითომ ჯარა ბეჭა შენ ეხლა როგორ ფიქრობ 96 წელს ხელშეკრულებების რომ მოაწერეს და რუსმა ჯარი რომ გაიყვანა ხო ის რომ გაიყვანა და იქ აფხაზეთში და
ცხინვალის რეგიონში არ ვიძახი რა სამხრეთ ოსეთი, არ არის სამხრეთ ოსეთი ძმა. იქ იყო ცისფერ ჩაფხუტიანებას, იმიტომ რომ დაკარგული ტერიტორიები იყო, ხო? იყო ეს ჯარი. იდგა ეს ახლა შემოაბრუნეთ აი ეს არასწორი პოლიტიკის შედეგად და იქ რუსეთის ფედერაციის ჯარებია და ის აღიარა ის ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად. სხვა თემა რუს როგორ დაუბრუნდა ჩემო ქართველებო. რუსმა მეორე რუსი სასიკვდილოდ გაიმეტა იმანაც და 2 მილიონზე მეტი ქართლის რუსი ჩადეს ახალგაზრდა კაცი. რუსაც არ აქვს კარგად საქმე. ვინ ჩვენ შეგვეხო ყველას ბოდიში და მოეწია რა ის რაც მოეწია საფრანგეთი ესე კარგად არის საფრანგეთი პარიზში ესა ქუჩებში რო გახვალთ 90-იან წლებში ნაგავი რო ეყარა და თბილისი ქალაქი ნაგავს რომ მიქონდა და ჭუჭყიანები რო დავდიოდით მაგის მეტით რომ გაზი არ იყო წყალი არ იყო შუქი არ იყო გაიგე ეს არის პარიზი სოდომის ქალაქი. საფრანგეთში, პარიზში, კერძოდ, ჩრდილოეთ ნაწილში უნდა იარო რომ და ღმერთს უნდა თხოვო რომ ფრანგი შეგვიდეს. აი ეგეთი საფრანგეთია. ყველა მიიღო იმ 91 წელს ზვიად გამსახურდია რომ დაამხეს. ამაში მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილება მიიღეს სიონისტებმა, აი ამ ხროვამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაშინ ბუში იყო და ელცინ შეასრულებიეს. მაგრამ ასევე ბრიტანეთის აქტიურად მონაწილეობდა. პირდაპირ მათ მოგვიწყეს და ის უბედურება რა ჩვენ გაგვატარეს, ეხლა უბრუნდებათ მაგათ. მე კი არ მიხარია. მე უბრალოდ ფაქტს ავნიშნავ, რომ ვინც ჩვენ შეგვეხო, ყველას უკან დაუბრუნდა. თურქეთიც ხო ხედავთ როგორ ჩვენთან არაფერი არ იყო იქ რო გადიოდი რა ქვია აჭარა თურქეთის საზღვარს რო გადიოდი იქ მიხროვებული ქუჩები ის სახლები და ეხლა როგორ არის აქედან გაზი 5 ტრილიონი ქონება იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში და 5 ტრილიონის ქონება 5 ტრილიონი ცოტაა ეს არის ძვირფასი ლითონები დაშინდა გოგროვის მეც და მარტივად ძვირფასი ლითონები და 1000 ისე გაიტანეს და იქ შექმნეს საქმე ქახნები და ისე ჩვენთან გაუხსნელი რო ყველა მიიღო და ბოლოსკენ წავიდეთ ეს პარადოს კითხვას მიდოდა უბრალოდ გადმეტებით დროში კი ბატონო ერთ თემას მინდა შევეხო თითქოს საიდან სადავო მაგრამ ეს პრობლემა ხო რეალური პრობლემა პარასაც თითქოს სხვა საკითხია სხვა თემებზე მიმშენდება ხარშერება ამ ჩვენ შვილებს რომლებიც ესე გავიგებთ და აი ამ პრობლემას ჩამოყარეს შეფრენზებში მაგ დაიწყეთ ასპარატოს რომ ის მეობა ეს მოშლილია და ფაქტიურად მოახდინეს ეს მოახერხეს ეს ინდოქტრინაცია განათლების სისტემის აი ფორმი და ამ წყობაში ვერაფერი ამ წყობა ეს წყობა თუ არ წესწყობილება თუ არ შეიცვალა არაფერი იმიტომ რომ აი რატოსო აკითხავს იცი ერთი მხრივ შეხედავ და თითქოს ძალიან ახლა ამაზე რა თქცევია ხო გარკვეული ნაწილი კიდევ გარკვეულს არ ეხება თავის ცხადია მაგრამ ჯვრის ხო ჩვენებია აი ეს დაუშვათ აი ამ მდგომარეობაში ყოფილი ადამიანი თუ ხას ხოვება დაუშვა ჯვარს ხოვება დავასვათ და კარგი თვითონ ამ მდგომარეობაშიან არიან და რაღაცა ნაწილი ეგ ციხეშიც მოხდა მოდი რა სხვანაირადაც შევხედოთ ამ სიტუაციას ხო აი უკმარისობა ყველაფრის უკმარისობა ხო განათლების სისტემის აქტიურად მოშლილობა სოციალურმა უკიდურესმა სიდუხჭირე არანაირი სოციალური ლიფტების თქვა არ არსებობა ხო აი ამ გარკვეულ მავნე კალაპოტში ასე თქვა ჩააყენა ეს ადამიანები ანუ ეს ადამიანები ჩვენ არსებულმა ვითარებამ ეს ჩვენი შვილები ეს ჩვენი მომავალი რომელსაც ეს ქვეყანა უნდა გადაებარებინა და მოევლოდა ეპატრონა სასტიკ მოძულეებად აქცია საკუთარი სამშობლოში სასტიკ მოძულეებად მათ შორის ჩვენიც კაცო
აი წააწყობები ხშირად კომენტარებში, რომ სანამ ესენი კუბოში არ ჩავლენ, მანამდე ჩვენზე საუბრობენ. ჩვენ თაობაზე. ეხლა ისინი აღარ აინტერესებს რა ქვია ბებია ბაბუები, ხმათმოყოლები, იმიტომ რომ უკვე ისინი უკვე გამოყენებული ყავთ და ეხლა ჩვენზეა საუბარი, ხო? აი ჩვენი თაობა, მათი აზრით, აი ჩვენი თაობა, რომელიც აი 9 აპრილებში დამოუკიდებლობის მთელი ცხოვრება თქვა, გვინდოდა ჩვენ ეს დამოუკიდებლობა მთელი ცხოვრება, ხო? იმიტომ რომ ასეებს დიდნენ ჩვენი პედაგოგები, ჩვენი ოჯახის წევრები, თქვა და ის ისტორია, დიდი ქართული ისტორია, რომლის ასე თქვა გამგზავრებლები ჩვენ ვიყავით, რომ ჩვენი სამშობლო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ქვეყანა დაუშვათ, ხო? და ჩვენ რეალურად იმ პროცესებში მივიღეთ მონაწილეობა და დღეს აღმოჩნდა, რომ ხალხი, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ დაუშვათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მისი თლიანობის ერთიანობისთვის, მავანისთვის აღმოჩნდა, რომ ესენი რაღაცა ეგრეთ წოდებული რუსეთუმეები არიან, ხო? აი ამ დონეზე მოხდა ამ ადამიანების გონების რა ქვია დაბნელება, მაგრამ ეხლა ისიც თქვი, რომ დაუშვათ ყველაფერი მათი ბრალია რა. ბეთახ. არ არის ყველაფერი მათი ბრალი. აი გამოსავალს რაში ხედა? რა ქვია? გამოსავალს რაში ხედა? არა, იცი და მე აი ჯერ წინა დადება სავითაც მაქვს. ვიღაცა ხომ მაინც მოისმენს მას. ერთი-ორი ადამიანი ხომ მაინც მოისმენს, იმ გაგებთ ახლა ჩვენ არა ვართ ახლა დიდი შესაძლებლობების მქონე, რომ დავხოთ ეს აი ესე თქვა დავიტანოთ, ვაშღეროთ და რაღაცა. ჩემი აზრით აი იმას მათ ახალგაზრდებზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ისინი არანაირი სინდისის პატიმრები, არანაირი პატიმრები არ არიან, ეს თავისთავად ცხადია. და ეს ეპითეტები, ასე ვთქვათ, მათი შეთხზული და მათი მოგონულია და მათი მფარველების და მათი დამფინანსებლების. ჩვეულებრივი აგენტურა. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი აზრით, ხელისუფლება მაინც უნდა გაითვალისწინოს. არ ეხება და ბოროტ დამნაშავეებზე ავსაუბრობ ახლა რა ქვია, არამედ აი ამ ნაკადში ფეხის ხმას აყოლილებზე ვსაუბრობ, რომლებიც ახლა ციხეში გაუმჯობესებული და ციხეში ასე ვთქვათ, ჭკუა ღონება გამჯდარი ადამიანი. იქიდან გამოსული კაცი არ გინდა. თუმცა შეიძლება არ გინდა. თუმცა თქვენც ხავით მივლინდი ერთი პოლიტიკურ თემებში. მე პირად არ შეიძლება არსებობს რაღაცა. ეხლა ჩემი აზრით ხელისუფლება მაინც უნდა ასე ვთქვათ გაითვალისწინოს. მაინც უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ცოტა კი არა და ბევრი მათი ბრალიც არის, რომ სიტუაცია აქამდე მივიდა და რომ ეს ადამიანები არიან ხელისუფლებაში მეცადე ამ სისტემის მსხვერპლი არიან. ასე, როდესაც მე საკონდიტეროში ვიყიდე ნაწარმი და მომწამლა, ვისი ბრალია? კონდიტერის თუ იმის, რა ქვია, ვინც მოიწამლა. და შესაბამისად, რა ქვია, მე ვფიქრობ, რომ ბატონმა პრეზიდენტმა, ბატონმა პრემიერმა, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება შეწყალება, ხო? იმის მიუხედავად დაწერეს ეს, რა ქვია, შეწყალების თხოვნა, არ დაწერეს, აღიარებენ, არ აღიარებენ ამ რა ქვია ჩადენილ დანაშაულს, ჩემის აზრით. აი ახლა მარიანო მოდის ყოველმოწმე, რა ქვია, ჩვენ ვართ, რა ქვია, ქრისტიანები. მაშინ ის ბიჭები გამოუშვან, ვინც აი ამ სოდომელების წინააღმდეგ აღლუმების ისინი გამოუშვან. თუ არ არიან გამოშვებულები, თავისთავად ცხადია, მაგრამ მე ვსაუბრობ აი ახალგაზრდებზე კი შეიძლება ვთქვათ აი ამ ქართველები ვართ ყველა სიფიცხე ყველაფერი ახლა ვიღაცას ახლა წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ხო ვიყავით არა ახალგაზრდები ბავშვები ახლა ახალგაზრდას იმის საშუალება რო არ აქვს რომ თავის შეყვარებული დაუშვათ რა ქვია ყავაზე დაპატიჟოს ყვავილის დაიღო ხო და გარბის რო იმ აქციაზე 50-ას და 100-ას მიიღებს და იქიდან დაიწავა ეს დავიგი ეს მოხო მაგრამ ეს ერთჯერადი არის, მაგრამ ეხლა ეს არის ხელისუფლებაზე დამოკიდებული. არა, ერთჯერადია, მაგრამ თუ საკითხს არ დამოასწორებს. მე გეუბნები გამოსავალი ძირეული რაში მყოფ. არა, გასაგებია, კი ბატონო. ამაზე არ არის თუ არ შეიცვალა წესწყობილება, არ დაუბრუნდა. ეს რა ქვია, ბოლივიის ეს პროგრამები ის შემოვიდა ეს და ეს განათლებაში რომელსაც მოგვი გამოუცემა რა, აბსოლუტურად. არასდროს ესე იგი, მე გეტყვი და გავახსენებ ახლა იმ ჩვენს მერეს, ვინც საბჭოთა წყობაში ვიცხოვრია და ვიცის ის ისტორია. ომის ჩვენი ეს ბავშვები გაიზარდნენ პოსტ-ომის შემდეგ, რა, ესმე დაგრეული ეკონომიკა, აპარტახობი, დაპყრობილი საქართველო. არანაირი დამოუკიდებელი ჩვენ არ ვართ. თუ გონია დროშა და ჯარი რახანს აკავს, რა ქვია,
მარტო ავტომატით და სატრანსპორტო საშუალებით ეგ ჯარია ძალიან მაგრას ცდებით რა შეხედეთ რა ყავს სომხებს რა ყავს აზერბაიჯანელებს და თურქებს ჯარი და გერბი რო გაქვს და ლარი რო გაქვს კიდე რომელიც დოლარზეა მინიმუმ დოლარზე არანაირი დამოუკიდებელი საქართველო არ საბჭოთა მთავრობაში აი ომის პერიოდში სამოქალაქო ომი რო დამთავრდა იყო ვინმე აკადემიკოსი მაკარენკო თავის დროზე იყო ჩეკისტი და მილიონობით პატარა ბავშვი იყო ქუჩაში და ჩაულებრივ კრიმინალურ საქმიანობა და ეს ბავშვების ჯგუფები აი ესე შექმნა მაკარენკო შექმნა ესე იგი არტელები სადაც სასწავლებლები და მაგალითად ჩვენი ძვირფასი მაქსიმ შევჩენკო ბლოგერი და ჟურნალისტი და პოლიტიკოსი რუსეთში თვითონ მე ასაქვს ნათქვამი საჯარო სივრცეში რომ პაპამისი თურმე ასეთი სამგვიმ დროს დაკარგა აი იმაში მოხდა იმ გილდიაში იყო და რომარა საბჭოთა მთავრობა და მაკარენკოს აი ეს რეფორმები და მე პაპამისი იყო თურმე პროფესორი აკადემიკოსი კაცი აი ესეთი მიუდგებია რა რა თქმა უნდა ყველაფერი წყობაში ჩა მასწავლებელს უფლება არ აქვს და შენიშვნა მისცეს და გავა ეს გამობრუჟებული გინა შევა კლასში და ასე შემდეგ და ნუ ეს თუ არ შეეცვალე წყობა მე კიდე ამ თავრობას პრემიერი ეხლა ძალიან დინჯი ზომიერი დამბიჯებს გავს ძალიან უსაწონია რასაც კარგს აკეთებს კაცმა თქვა რომ გამოასწოროთ და უნდა დაეყოს ფასები თურმე რატო ვერ ასწორებს გამიგე ფასებს რა ეხლა მე ძალიან ისა მაქვს ეჭვი რომ ამ ირაკლისაც სხვა რო პირებენ კიდე გამოსულს გესმის იმიტომ რომ ვერ შეასრულა თურმე რანაირად შეასრულა ბატონო ქართველობა იცით ვერ დააკლებს იმიტომ რომ პროდუქცია იქ რომ მივიდეს 5 და 7 რგოლი გესმით 7 რგოლი და ეს პარაზიტები აი ეს ბოლში და თავისი პროცენტები რო აქვს თურმე და თავისი პროცენტის ინტერესები რო აქვს პარლამენტში უზრდ ამ ქართულ უცხოს კი ბატონო ჩვენი დრო იზრდება ძალიან ბევრი თემაა რა ჩვენ წინს და არამც რა გამოვლებს დაუშვათ კი ბატონო გასაგებია რა ვიცი შევეცადეთ რომ რაღაცა ეხლა სოციალისტები გავახარო ხوارდა ზურაბატონო რომ ეხლა ანარქისტების გასაგურე გასახარდ რა ძიზღდელი ძიზდიაკო თუმცა ეხლა მალე მოხდება ძალიან ფილმებში მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ეს პირველი წრება რო ჩატარდება პატრიარქთან არჩევა ხო ეს და მეორე ფილმებში კი ბატონო ნახოთ ახლა მაგაზე ცერტიოვის სხვა მაგრამ ნუ მე ვიღარ იძლევა მის საშუალებას ну რა ვიცი ეგ მეგობრებო შევეცადეთ ზოგჯერ ხუმრობი ზოგჯერ ასე ვთქვათ მაგრამ მეტად სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ სინამდვილეში მეტად სერიოზულ საკითხებზე ჩვენს ტკივილებზე ჩვენს გასაჭირზე ჩვენი ქვეყნის ვთქვათ აი ამ არასახარბიელო მდგომარეობაზე იცი რა ვქენ აი სანამ დავასრულებდე ორ სიტყვას მეც ვთქვათ ვიტყო არ შეიძლება ხელისუფლება არ გაითვალისწინოს ის რომ არის ამ ქვეყანაში ძალიან გამოცდილი უშველებელი პოლიტიკური და ასე ვთქვათ კაპიტალის მქონე ადამიანები რომლებსაც 10 წლების განმავლობაში დააგროვეს ეს ცოდნა ეს გამოცდილება ვთქვათ და აი ამ ადამიანების ასე გვერდზე დაწევა მე აღარ მჭირდება რა ეხლა მაგე აი რასაც ეხლა შენ მოუწოდ უკვე აღარ მჭირდება ჩესნად რომლის იგი გაითვალისწინებს არა ესენი კი გაითვალისწინებს მაგრამ ის არ ითვალისწინებს ვინც მაგას ხო ნუ არ ვიცი ეხლა ყოველ შემთხვევაში როგორ გითხარი ასე ტრაპი თუ გაგრია ესეც გოი გაგრია და всё მორჩა რა ვინდა ეგრეთ თქვენ გინდა ეგრეთ ხო რა ვიცი რა ქვია ასია თუ ისია არა მე ჩემ თვალში ტრაპი არ არის ნორმალური ადამიანი და ვინც მაგას იცნობს და ფსიქოლოგიური პორტრეტია და ფსიქოლოგის მიმართეთ რომ ეხლა როცა ზვიად გამსახურდიაზე თქვენ ყველა თქვით რომ ხო იმ დასკვნას დაეცავთ ზვიად გამსახურდი არ იყო ფსიქიურად რა გასწორებული ადამიანი მაშინ ეხლა ბუდიში და ზვიადი ჩვენი იყო და დაეთანხმე ინტელიგენცია და
მოდი რა ტრამპსაც შეხედე რა რაღაც ახლა პრო ამერიკული მაზი გიჭირავს და პრო დასავლური მაზი გიჭირავს. მოდი რა იქა შეხედე იქიდან ის რა კალასი არ არის რა ნორმალური კლუბი რა. კაი მაიამი შეხვდა. კარგი კალასის საკითხია თვითონ კალასი გოემები რა. ასეა. ეხლა ყავდა პრეზიდენტი რა ქვია შარლ დე გოლი და გასყავთ მაკრონი ეხლა ჩვენ რა ვქნათ ეხლა რა ქვია იყო პრემიერი ჩერჩილი იყო პრემიერი ეტლი თუნდაც ის ჯორჯ ლოიდი და დღეს არის ეს საფია საცოდავის რომელმაც სასტიკად სხვათა შორის წააგო არჩევნები რა ქვია და იქ სრულიად სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიური არჩევნები იყო დიდ ბრიტანეთში და კატასტროფულად წააგო აი ამ სტარმერის არა არ გადავიდები 5 წლით ავარო ასე თქვა მარჩევ არა არ მიმდივარო კარგით მეგობრებო უღრმესი მადლობა ასე თქვა არ ვიცი რამდენად საინტერესო იყო თქო ყოველთვის ცოცხალ საუბარი ხო შევეცადეთ რომ თქვა ეს აკონფლიქტო რა თქმა უნდა დაძაბული იმ გაგებით ნუ ისედაც დიდ დაძაბულობაში პირიქით უნდა უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრამდე ალბათ